დიახ, შაბათის ეთერმა მოიპოვა საქმის მასალები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ 36 ტომიან საქმეში ჩადო. როგორც ამ მასალებიდან ირკვევა, აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ოპოზიციონერ ლიდერებს სხვადასხვა შეხვედრაზე ფარულად იწერდნენ. მაგალითად, ასეთი ვიდეო ჩანაწერია ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია ხვდებიან საჯარო სივრცეში საკუთარ მომრჩევლებს და ისინი ესაუბრებიან არსებულ ვითარებაზე, მაგალითად ის თუ რა პოზიცია აქვს ევროკავშირში პოლიტიკოსებს საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, ეს არის ის საკითხი, რაზეც მაგალითად საჯაროდ ესაუბრებოდა ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია საკუთარ მომრჩევლებს და სწორედ აქ არის გაკეთებული ფარული ჩანაწერი. ახლა ჩნდება კითხვა, ასაღებს თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროკურატურა საჯაროდ შეხვედრას კონსპირაციულ შეხვედრად, რადგანაც მაგალითად ვესაუბრეთ გირჩი მეტი თავისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც იხსენებენ ამ შეხვედრას და ამბობენ, რომ ეს შეხვედრა იყო საჯარო სივრცეში, მათ შორის იქ მედიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, არაფერი დაფარული არ ყოფილა და არაფერი არ ისმის ისეთი ამ ჩანაწერში, რომელიც მანამდე ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძეს საჯაროდ არ ეთქვათ და შესაბამისად ახლა პროკურატურა ცდილობს, რომ ეს მტკიცებულებად გაასაღოს. მათ შორის ვრცელდება ვიდეო მასალა ამავე პარტიის წევრის მხრიდან, როდესაც თარიღი ემთხვევა, როდესაც ამავე შეხვედრაზე მათ ამოიცნეს სუსის აგენტი და დაიდენტიფიცირეს ადგილზევე და არის ეს ვიდეო მასალაც, რომელსაც ახლა მაყურებელი ნახავს. ბოლო რამდენიმე წელია აქციას დადიხარ? დიახ. ოკეი, მე რა ხდება, რატო იკრიბებით ხარ? ეს რეალობა არ მოგწონს და კიდე როგორც უკვე ვთქვი, ყველა ძალის გამოყენებით მინდა რომ ესე იგი შევცვალოთ. რევოლუცია დიახ, სისხლიანი სამე პროტესტი, რევოლუცია, ამბოხი, შეთქმულება, ჯანგი. ამ ყველაფერს სულის ჩადენას აპირებთ სისხლიანი რევოლუციის? ცოტა სასაცილო აღმოჩნდა ჩვენთვის ამ კადრების და ამ ჩანაწერების გავრცელება, იმიტომ რომ 2022 წელს ხდებოდა ეს ამბები და მაშინ ეს ყველაფერი იყო საჯარო სივრცეში წხვდებოდით და შუქდებოდა კიდეც ეს ამბები 2022 წელს. მათ შორის ელენე ხოშტარიაც აქტიურად იყო ჩართული ამბებში, ზურამ გააკეთა ეგეთი კამპანია, როგორც კი ეგრევე, ანუ როცა ხალხის მობილიზება მოხდება რეალური ცვლილებებისთვის, მაშინ შეიცვლება ეს ხელისუფლება, ანუ ეგ იყო მთავარი სათქმელი მაშინ და უბრალოდ საუბრობდით იმაზე, როგორ უნდა მივსულიყავით გარდამტეხ ცვლილებებამდე. არაფერი დამალული იმ პერიოდში არ ყოფილა. გავრცელებული კადრებიც მაშინდელი არის, მაშინ შევამჩნიეთ, რომ იქ სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენლები აქტიურად აკვირდებოდნენ პროცესს და ისე იდგნენ, თითქოს ჩვეულებრივი მოქალაქე იყო იქ მოსული მოსასმენად და ჩვენ მათ ვუღებდით მერე ვიდეოებს და ანუ ამით ვხალისობდით რეალურად, იმიტომ რომ არაფერი დამალული არ ყოფილა. საქმეში ჩადებული ვიდეო მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები პოლიტიკოსებს საჯარო შეხვედრებზე ფარულად იწერდნენ, მაგალითად ისინი მიდიოდნენ როგორც მონაწილეები, თუმცა ისინი ფარული გადაღების კამერით იწერდნენ პოლიტიკოსების შეხვედრებს საკუთარ ამომრჩეველთან, მაგალითად ამ ვიდეოში ზურაბ ჯაფარიძეს უჭირავს მიკროფონი, ის საჯარო სივრცეში მიმართავს ამომრჩევლებს, ესაუბრება იგივე ვიდეო მტკიცებულება მაგალითად ელენე ხოშტარიას შემთხვევაში, სადაც ის ესაუბრება საკუთარ ამომრჩევლებს, თუმცა ახლა პროკურატურა ცდილობს, რომ ეს პოლიტიკოსების წინააღმდეგ მტკიცებულებად გაასაღოს. ეს იყო ნინო ელიკაშვილი.